გამარჯობათ. პროტაგონისტი და ანტაგონისტი ხომ გაგიგონიათ. და დეუტერაგონისტი და ტრიტაგონისტი წიგნის ფაბულა ან გმირის მოგზაურობა და გმირის დიადი მიზანი და ბოლოს რა ისწავლეთ ახალი. რადგან შემოდგომა დაიწყო, თუ თქვენს თავს რაღაც ახლის, საინტერესო და სასარგებლოს შესწავლის უფლებას მისცემთ, მაშინ შეიძლება ფასკუნჯით წერითი თერაპიის, ასევე მხატვრული წერის კურსი თქვენთვის იყოს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნატრია თურმე საკუთარ თავზე, ან მის გარემოცვაზე ფილმის გადაღება, ან წიგნის დაწერა. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ და ოდესმე ან ბავშვობაში, ან დიდობაში გიოცნებიათ, ან გიფიქრიათ, რომ თქვენზე ვინმე ცნობილ ავტორს, ან თქვენ თვითონ დაგეწერათ სცენარი, რომლის მიხედვითაც ფილმს გადაიღებდნენ, ან დაგეწერათ წიგნი, ან მოთხრობა, ან ლექსი, ან ნოველა, თქვენს მასწავლებელზე, თქვენს ოჯახზე, დედაზე, მამაზე, საკუთარ თავზე, მაშინ ეს კლუბი, ფასკუნჯის კლუბი, ასევე თქვენთვის არის. თუ არც ერთია და არც მეორე, არც ბავშვობაში არ გიოცნებიათ წერაზე, არც პროტაგონისტი, ანტაგონისტი არ მოგწონთ დიდად, მაშინ შეიძლება რაღაც ძალიან დიდი ხნის ამოუთქმელი გქონდეთ, რომელსაც ესე ვერბალურად ვერ გადმოსცემთ სიტყვიერად, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ტვირთად გაწევთ და მისი ამოთქმა გსურთ. წერითი თერაპია ამისთვის, იმიტომ რომ თვითონ წერა თავიდან ბოლომდე არის თერაპიული და გვიმსუბუქრებს ჩვენს ნაფიქრალსაც, მას შემდეგ რაც დავწერთ და რა თქმა უნდა გვიმსუბუქრებს ამ ტვირთსაც, რის ამოთქმასაც ხშირად ვერ ვახერხებთ ხოლმე. იმაში, რისი ამოთქმაც სიტყვით გვიჭირს, წერას სიცხადეში აქვს და ამითი გვიმსუბუქრებს სათქმელსაც, წერის დროს და წერის შემდეგ და ნაფიქრალსაც. გარდა ამისა, წერა არის ერთგვარი საკვები, ჯანსაღი საკვები. ჩვენ ხო არა მხოლოდ ფიზიკურად გვჭირდება, ჯანსაღი საკვები გვჭირდება, ასევე ემოციურადაც და გონებრივადაც და წერა ზუსტად ამაში გვეხმარება. გარდა ამისა, შეიძლება თქვენში ძალიან დიდი ხნის წინ მიძინებული წერის ნიჭიც აღმოაჩინოთ. კიდევ საინტერესო ის არის, რომ ნებისმიერ კურსზე, რომელსაც გაივლით, ის დანარჩენი 9-10 ადამიანი შეიძლება არ იყოს შოთა ილია, აკაკი, ვაჟა და გალაქტიონი და არც ჭირდება ალბათ სამყაროს მეორე ვაჟა და გალაქტიონი, იმიტომ რომ სამყაროს ჭირდებით ჩვენი უნიკალურობით და იმ ჩვენი უნიკალური ამბით და სათქმელით, რაც გვაქვს. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად 9-10 ადამიანი ამა თუ იმ კურსს გაივლიან, არიან ძალიან საინტერესო, ძალიან კეთილი და ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანები. როგორც ვიცით, დღევანდელი დღე არის საუკეთესო დრო რაღაც ახლის დასაწყებად. ახალი ჩვევის დასამკვიდრებლად, ჩვენი ცხოვრების ახალი თავის ან ქვეთავის დასაწერად, ან ვინც იცის, შეიძლება სულაც ახალი წიგნის დასაწერადაც. ჩვენ კი ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთ წიგნს, ერთ ადამიანს, ერთ მუსიკას, ერთ მოთხრობას, ერთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას წაკითხულ ან ამოთქმულ ან ნათქვამ, ჩვენთვის ნათქვამ სიტყვას შეუძლია მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალოს. და შეიძლება ფასკუნჯის რომელიმე კურსი, იქნება ეს წერითი თერაპია, იქნება ეს მხატვრული წერა, იქნება ეს მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მხატვრული წერა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და სხვა თემატური კურსები, სწორედ ასეთი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ. ხო, და ლინკი ამ კურსების შესახებ იქნება ამ ვიდეოს ქვეშ ან მაღლა.